დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს ფულად თანხას ჩუქნის. გარდა ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამტკიცა სტუდენტური პროგრამა, რომელიც წარმატებული ახალგაზრდების 1000 ლარით დაჯილდოებას ითვალისწინებს. უფრო ვრცლად ახალგაზრდული პროგრამების შესახებ დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ვისაუბრებთ. ბატონ ნიკოლოზ, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. წელს რამდენი მედალოსანი ყავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და რა თანხას აჩუქებთ მათ? გარდა ამისა, როგორც ვიცი, ამერიდან სტუდენტებსაც წაახალისებთ და დეტალურად რომ მოგვიყვეთ ამ პროგრამების შესახებ. ბატონო, მოგესალმები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაინტერესდით თუ რა ხდება დედოფლისწყაროში. მე მიხარია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია თავისი პროგრამებით ზრუნავს ახალგაზრდებზე, ის როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულებზე, იმ ბავშვებზე, რომლებმაც დაამთავრეს სკოლა, ასევე მინდა სიხარულით გაუწყოთ და ვაუწყოთ ჩვენს დედოფლისწყაროელებს, რომ წელს პირველად წარმატებული სტუდენტებისთვისაც შემოვიღეთ სპეციალური პროგრამა, ესე იგი, რაც შეეხება წარმატებულ კურსდამთავრებულებს, მე-12 კლასელებს, რომლებმაც ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაამთავრეს სკოლა, მათზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას უკვე ტრადიციულად მესამე წელია თუ არ ვცდები, გამოყოფილი აქვს ფულადი სახსრები, ოქროს მედალოსანზე 500 ლარის და ვერცხლის მედალოსანზე 400 ლარის. ჩვენ წელს გვყავს 37 ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები და ამ ბავშვებს ახალგაზრდებს გადაეცემათ აღნიშნული თანხები. ხოლო რაც შეეხება წარმატებულ სტუდენტებს, როგორც გითხარით, წელს პირველად დავამატეთ ეს პროგრამა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ 91 ქულა და ანუ 100-დან 91 და მეტი შეფასება საბოლოო, მათზე წელიწადში ერთხელ გაიცემა 1000 ლარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობისთვის გარკვეულწილად სტიმულის მიმცემი იქნება, რომ უფრო მოუმატონ სწავლას, უფრო მაღალი შეფასებები მიიღონ და თავიანთი შრომით, თავიანთი ცოდნით უზრუნველყონ ის, რომ რაღაცა მერიიდან ეს 1000 ლარი მიიღონ და მოიხმარონ საკუთარი საჭიროებისათვის. ბატონ ნიკოლოზ, როგორ მუშაობს ასეთი წახალისებები? ახსენეთ, რომ მესამე წელია მოსწავლეებს თანხას ჩუქნით. წლიდან წლამდე ხომ არ გაიზარდა მედალოსნების რიცხვიც? კი, მოგეხსენებათ, რომ ესე იგი, ოქროს და ვერცხლის მედალი ეს არის გარკვეული სტატუსი სკოლის მოსწავლისთვის, რომელიც რეპუტაციული სტატუსი არის და რომელიც რა თქმა უნდა კარგია და ახალისებს ბავშვს, რომ კარგად ისწავლოს და ჩვენ გვინდოდა, რომ ახალგაზრდას, რომელმაც 12 წლის მანძილზე კარგად ისწავლა და დაიმსახურა თავისი სწავლით, თავისი სიბეჭდით და მონდომებით 12 წლის მანძილზე ის, რომ იყოს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, მხოლოდ რეპუტაციული სტატუსი კი არ ქონოდა, ფინანსური ნაწილით ეს დამეთანხმებით, რომ არ არის ცვლად დიდი თანხა 500 ლარი, მაგრამ იმასაც დამეთანხმებით, რომ ბავშვისთვის ეს ასე ვთქვათ ერთ-ერთი პირველი თავისი შრომით და თავისი მონდომებით გამომუშავებული თანხაა და ეს რა თქმა უნდა მათზე დადებითად ისახება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მცირედით ეს მაინც დამატებით სტიმულს აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, რომ კარგად ისწავლონ, თუნდაც ეს ფულადი თანხაც გამოიმუშავონ. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, აი წინა წელთან შედარებით ნამდვილად 4 ვერცხლისა და ოქროს მედალოსანით მეტი გვყავს სკოლებში. ეხლა ამის თქმა ძალიან ძნელია ჩემის მხრიდან ეს გამოიწვია ამ ფულადმა ჯილდომ თუ ეს ისედაც ასე იქნებოდა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მერიამ მაქსიმალურად უნდა ყოველწლიურად, რაც გვაძლევს ბიუჯეტის საშუალებას, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი პროგრამები და რაც შეიძლება მეტი წამახალისებელი ხელშემწყობი პროგრამა უნდა შემოვიღოთ, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე საზოგადოების სხვა ფენისთვის და სტუდენტებისთვისაც დამეთანხმებით, რომ ჯერ ისედაც უკვე ისინი აცნობიერებენ, რომ სწავლა, განათლება, ხარისხიანი განათლების მიღება მათი შემდგომი განვითარებისთვის და მათი შემდგომი წარმატებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ვთქვათ, ზღვარზე ხარ იმ მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო სტიმულის მიმცემი იქნება, რომ მოუმატონ, უფრო მეტი იშრომონ, უფრო მეტი გააკეთონ წარმატების მისაღწევად ეს ერთი და მეორე სფრით კიდე ისინი, ვინც ამას ისედაც აკეთებდნენ, გარკვეულწილად მადლიერების გამოხატვა მუნიციპალიტეტის მხრიდან და ამ დახმარების აღმოჩენა და თუ გავითვალისწინებთ იმ გამოხმაურებებს, რომელიც მოყვა სტუდენტებიდან იმ კითხვებს, დეტალების დაზუსტებას, სოციალური ქსელებით იქნება თუ პირადი კონტაქტებით, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან
ესე იგი ამ სტუდენტებთან მიმართებაში ძალიან კარგი პროგრამა გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ ეს მუდმივად იქნება ეს პროგრამა და ამ ხრივ მომავალში ძალიან დიდი დაინტერესება იქნება და აქვე მინდა გითხრათ, რომ შარშან პირველად გავაკეთეთ Skillwheel-თან თანამშრომლობით, ესე იგი IT მიმართულებით, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი არის ნიჭიერი ახალგაზრდების დავაფინანსეთ და 6 თვიანი სასწავლო პროგრამა გავაკეთეთ Skillwheel-ში და წელსაც ეს პროგრამა გრძელდება და მინიმუმ 20 ახალგაზრდას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს ამ მიმართულებით, IT მიმართულებით, მოთხოვნადი მიმართულებით განათლების მისაღებად, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში. ბატონო ნიკოლოზ, სტუდენტებთან დაკავშირებით დავაზუსტებთ, თუ ყოველ წელს სტუდენტს ექნება GPA 91-ზე მეტი, მას შეიძლება თუ არა რომ ეს თანხა მიიღოს 4 წლის განმავლობაში, სანამ უნივერსიტეტს დაამთავრებს. დიახ, ეს წელს მაგალითად პირველ კურსელი წარმოადგენს მეორე კურსელი, მესამე თუ მეოთხე კურსელი და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ სასწავლებელი მეხუთე წელსაც მოითხოვს. შესაბამისად გაეცემა იმ 1 წლის საშუალო შეფასების შედეგად ეს სტიპენდია დავარქვათ, მოდი ასე ვთქვათ, 1000 ლარიანი სტიპენდია. პირველი კურსელის შემთხვევაში თუ ყოველწლიურად წარმატებული იქნება, გამოდის რომ 4 წლის მანძილზე ის შეძლებს ყოველწლიურად მიიღოს ეს 1000 ლარიანი სტიპენდია. ვთქვათ, ვიღაც შეიძლება მეორე კურსზე იყოს 3 წელი მოუწიოს, ზოგი შეიძლება დამამთავრებელ კურსზე იყოს და მხოლოდ 1 წელი მოუწიოს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ესე იგი კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც სტუდენტი წარმოადგენს მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელ საბუთებს, მასზე გაიცემა სტიპენდია. აკრედიტირებულ, უკაცრავად დავამატეთ, სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ უნივერსიტეტის სტუდენტებზე არის საუბარი. ახსენეთ, რომ თუ ბიუჯეტი მოგცემთ საშუალებას ახალგაზრდებზე კიდევ უფრო იზრუნებთ, კონკრეტულად რა მიმართულებით ფიქრობთ, რომ შეიძლება წამახალისებელი პროგრამები შეიმუშაოთ? იცით რა არის, აი იგივე ეს სტუდენტების დაფინანსება სიახლეა წელს შემოვიღეთ. შარშან ძალიან მოთხოვნადი იყო ეს IT ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით Skillwheel-ის დაფინანსებები გავაკეთეთ. ის 3 წლის წინ შემოვიღეთ ეს სკოლის ბავშვების დაფინანსება და რა ვიცი, ეხლა ამ ეტაპზე მზა პროექტი რო გქონდეს, ნამდვილად გეტყოდით, მაგრამ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ხოლმე ჩვენ საზოგადოებასთან, მათ შორის ახალგაზრდებთან და მათი მხრიდან წამოჭრილი საკითხები და კიდევ მეორე მხრივ ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ საომავლო პროექტებზე, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ თითქმის ყოველწლიურად 2-3 პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალგაზრდების მიმართ არა, ვთქვათ, ჯანდაცვის მიმართულებითაც, ასაკოვან ხალხთან, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, ყოველწლიურად 2-3 პროგრამა ჩვენ სოციალურ პაკეტს ემატება, რომელიც ერთის მხრივ სოციალური პროგრამების რაოდენობას ზრდის, მეორეს მხრივ იმ ბენეფიციართა რაოდენობას ზრდის მუნიციპალური მასშტაბით, რომლებიც ამა თუ იმ სიკეთეებს იღებენ და შესაბამისად ბიუჯეტიც იზრდება, თუ რამოდენიმე წლის წინ 300 და 400.000 ლარი იხარჯებოდა და 2 წლის წინ 700.000 ლარი იყო მუნიციპალური ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით, წელს 1.300.000 ლარს აღემატება და ამ ხრივაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშან თითქმის 40%-მდე გაზრდილი იყო სოციალური ბიუჯეტი, წელს დაახლოებით შარშან მილიონამდე გქონა, წელს 1.300.000 გვაქვს, აგერ 30%-იანი ზრდა გვაქვს სოციალური მიმართულებით, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებას გისურვებთ. გვესაუბრებოდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.